ოქტომბერი 4-ია, ქოცის ტრაქში ცოცხია. როგორც წინაპრები იტყოდნენ. მოგესალმებით ძვირფასო ინტერნეტ ტელემაყურებლებო, თქვენ უყურებთ ხამს, ალბათ ვიტყოდი ახალ სეტზე, სცენაზე, როგორც დიდი ქართველი სპექტაკლის მამები იტყოდნენ და ეს დღეს ყოველ შემთხვევაში მე ვარ მათეგულუა, ხოლო დღეს ასევე გვესწრება რატი ტყემალაძე. ხო ეგრეა დავით? დიახ. გადლობთ. მადლობა რატი რო გვესწუნა ჩვენს გადაცემაში, მაგრამ ეხლა მინდა ჩემმა თანაწამყვანმა ელაპარაკოს ცოტა. დიახ, გთხოვთ დავით ისაუბრეთ თქვენს თავზე. ჩემს თავზე ვისმ მოგესალმებით პირველ რიგში. დიახ. მე ვარ დავითი და მე ვარ ცოდვილი. პოლიტიკურად ცოდვილი ადამიანი გახლავართ. კარგია რომ აღიარებით დაიწყე. რა თქმა უნდა. მე არ მრცხვენია ჩემი პოლიტიკური ცოდვების აღიარება არასოდეს უკაცრავად. ხმისგათი შოთა მოვიწყდა. ეგ სხვანაირი ცოდვაა ახლა. რაში გამოიხატება თქვენი ცოდვა? ჩემი ცოდვა გამოიხატება იმაში, რომ 2021 წელს იმ საბედისწერო მომენტში, როდესაც გიორგი ხარიანის პარტია შექმნა, შექმნიდან ცოტა ხანში მე მის პარტიას შევუერთდი. წინა წარიკო შესაძლებელი ხო? არა, ხუთაშორის ადგილზე მოვიფიქრეთ ახლა ეს. როგორი სინერგია გაქვს თქვენ? დიახ, ჩვენ ზუმ. არა, მე აი პირველად მოვედი გადაცემა. უკვე ავეწყე ამ ადამიანს. დიახ. არა, შეგაცნო, ვის არ ქონია ცოდვები, მაგალითად ერთხელ იქ სხვა გზა არ ქონდა, მაგრამ ნუ დიდუბეში საერთო კანდიდატი ოპოზიციის იყო ესე გირჩი და 36 მაქვს შემოხაზული ამიტომ. ესე რა ქვია, რაც არის. თუ 45 აღარ მახსოვს. ძველი იქნებოდა 45. ან საერთო გირჩი იყო, უბრალოდ ან ერთიანი გირჩი იყო საერთო კანდიდატი, ან კიდე მერე ისა სოიო გირჩი იყო საერთო კანდიდატი. საერთო კიდე ნიჩიო. აღარ მახსოვს. მას სხვა გზა აი ხუთიანი არ იყო ეხა იქ თორე. ეხლა რა კი. ნუ თამაშობს რა გინდა. აი ესა თქვენ საჩუქრები მოგვიტანეთ ხო, როგორც ვიცი. დიახ. შემოგვაწოდეთ თუ შეიძლება. აი მერტი. ეს ორივე სატომაზლეობას. იმედი ამის ჩაიში იმასკენ. არა შოს ალალია. ცოცხიანი ჩაი კარგია. უბრალოდ ესეთი ბუნებრივი რეაქცია აღარ მაქვს. ხო. გარკვეული მიზეზი გაქვს. ხო, არ დავასახლეთ. არა, ეს სხვა გარკვეული მიზეზია. ეს ის არ არის ეს გონია. მაგ გარკვეული მიზეზის გამო სხვას აღარა აქვს რეაქცია. შეიძლება ითქვას ცოცხს მივეჩვიეთ. ხო, განსხვავებით ვიღაცა ადამიანებისგან, რომელიც 13 წელია ცოცხს ვერ მიეჩვენ და ამიტომ ჯერ კიდევ უდრკიან მას. მაგრამ რა ვიცი, ხა როგორ შეიძლება ეს არ მოგწონდეს ადამიანს. არ როგორ შეიძლება ეს არ და მოდი ვთქვათ, რომ ეს დაგჭირდება მომავალში 5 ოქტომბერს. დიახ. ოღონ არა იმ მიზეზით, რასაც შენ ფიქრობ კოცო. დაგჭირდება პოლიტიკური ნაგვის მოსახვედა. დიახ, ეს. აი ესე გაგხვედავთ ბიზნესს. რომელიც ბევრი დაგროვდა ქვეყანაში. დიახ. ვიცი რა. წმინდა რელიკვიას როგორ ეპოვებდი? არა, ეს იქ რას ეს მიზნებდი შენ არ იცი. გადაყუზული იყო რაცი და სხვა გზა არ იყო. სანამ 4 ოქტომბერზე ვილაპარაკებთ და შესაბამისად 5-ზეც. მანამდე უნდა ვახსენოთ, საკუთარ დიდი წმინდანი ჩარლი კერკის გარდაცვალების შესახებ. ხო. გვალდოს ტირილისთვის. აი აუდიენციის რეაქციაც არის, ხარად ხა ეს არის. ნუ, ოკეი, კაი, გასაგებია ხა ჩარლი კერკი. გულზე არავის არ გვეხატებოდა ხა აქ, მაგრამ ნუ არა, მაინც სასაცილოა, იმიტომ რომ რა არის სასაცილო? ბიჭო მე არ ველოდებოდი რომ ჩარლი კერკის გარდაცვალებას აქ ამხელა გამოხმაურება მოხდება. ხო, არა, გამოხმაურებაში რას გულისხმობ? ნუ აი კოცებმა რო რაღაც ეგრე ეგ კოცებს ეგ სწორად ქნეს კოცებს მაგაში არ არის. გამოხმაურება მოყოლე ქართველი ლევაკებისა და ლიბერალების მხრიდან, რომ ეგ პუტინის მინეტშიც ახო მოკლენ. და ამ დროს რა უბრალოდ ჩვეულებრივი ეს basic bitch კონსერვატორი იყო, რომელიც იზოლაციონიზმს აწვებოდა, იმიტომ რომ გრიფტერი იყო და ეს იყო მაშინ პოპულარული და არა უკრაინას არ უნდა მივცეთ ფული. თუმცა რატომღაც ისრაელზე მაგას არასდროს არის ყველა ჩარლი კერკი. ანუ ეხა ეს მერაშუაში ვარ მაგასთან, მაგრამ რის თქმა ქართველი ლევაკების რეაქცია ამაზე. ეს ხო ქართველი ოპოზიციონერების რეაქცია ხო საპესირობა იყო, აი ეს რა ქვია. საერთოდ არ ქონიათ რეაქცია ოპოზიციონერებს. არა, ოპოზიციონერებში არ გულისხმობ პოლიტიკოსებს, მადლობთ. გულისხმობ იმას, რა ქვია, ოპოზიციურ ინფლუენსერებს რა.
არ დავასახელებ ხა სახელს და გვარს საბაბრაჭველი, მაგრამ ეს რა ქვია, ხო, რომ ეს აი მოკვდა ეგრე რა რაღაცა და მე უკვე კონცეფტს მისცეს სალაპარაკო, რომ ესენი თუ აქეთ არიან მკვდარი კაცის სიკვდილზე, კი არა, მკვდარი კაცის სიკვდილი გასაგებია, მაგრამ მოკლელობაზე გადაობენ ჩვენ დავდგებით მორალურ პედესტალზე. ყლეობა. ჯერ ესეთი მოდი ლევაკების თვალსაზრისით ვილაპარაკოთ რა. ლევაკები ყლეები არიან ახლა. ესეთი აი ჩვეულებრივი ყველაზე ბანძი კონსერვატიული talking point-ები და შეიძლება ქონოდა ვინმეს ამერიკაში, ეს ქონდა ემას, რა ქვია, ჩარლი კერგს და ადგენდა და მოკლეს. ანუ ტიპი მოდიოდა სალაპარაკოთ შენთან და მოკლეს და ეხა და რამხელა აუდიენცია ქონდა ჩარლი კერგს, ხო, ძალიან დიდი. და ეს დაუტოვეს ვის? ეს აუდიენცია ჯერ ხო რადიკალიზაცია მოუხდინეს ამ აუდიენციას. და დაუტოვეს ვის? ნიკ ფუენტეს, ემას რა ქვია, ბენ შაპიროს და რავი მე, ჰუმან პროპაგანდას. აუდიენცია რომელიც ეჭირა რაღაც მოდერატ basic bitch-ს, გადაეცით ყველაზე რადიკალებს და აი მე თქვენ ადგილზე, ლევაკების ადგილზე, მაინც და მაინც ესე გულში მღიჯს არ დავიცემდი და არ აღნიშნავდი ამ ყველაფერს, იმიტომ დაგენძრათ. გაერკვა რომ ლევაკმა მოკლა საბოლოო ჯამში? ხო. კი, დაჟე იმედმა დადო დღეს ქარდი, რომ ჩარლი კირკის მკვლელი ტრანსგენდერ პარტნიორთან ერთად ცხოვრობდა. კი. What? და ან შობლები ყავდა მემარჯვენე არა მემარჯვენე რა შუაშია შობლები ან რაღაც დავიკითხე რომ ვინც მოკლა ეს ტიპი კონსერვატულ ოჯახში იზრდებოდა თუ რაღაც შეიძლება ეგ ახლა მაგ არ ვიცი მაგრამ მამისი იყო ეს რა ქვია შერიფი ოკეი მაგრამ მაგას თავი რო გაანება კაცო რომც არ ყოფილიყო ეს ტიპი ლევაკებმა ხო აღნიშნეს ეს ყველაფერი რომ აი მოკვდა მაგრამ შედეგი რა არის რომ მართლა ანუ ნიკ ფუენტეს აძლევთ ახალგაზრდობას რაც ისე სხვათა შორის ქართველი ოპოზიციონერების გასაგონად ბევრად პროუარესია იმიტომ რომ ის პირდაპირ რუსეთის ბლოკავი არის ნიკ ფუენტესი ის უკრაინაში ომი რო დაიწყო გამოსული იყო თავისი ლაივ სტრიმებში და იმაშობოდა რა რუსეთის დროშას აფრიალებდა ოღონდ ციფრულად ეგ ამერიკელ მემარჯვენეებს ეგ იდიოტიზმი ჭირს ზოგადად რომ რუსეთი არის სიგმას კიბიდი ქვეყანა. არა, ეგ რომელშიც მარტო თეთრები ცხოვრობენ. ამერიკული იმპოტენციის ის არის, რომ რუსეთში არიან ეს, რა ქვია, ლამაზი ქალები და ეს ლამაზი და ტრადიციული კაცები და ეკლესია, ვაუ. კრემლის წინ ერთი ქუჩა რო არის, მან რაღაცა. და მაგაში ამერიკელები გადაიღებენ და იმაშვებიან, მაგ ვიდეოებს დებენ და ეგ არის მთელი რუსეთი მაგათი. ტაკერ კარლსონი იყო ჩაესული და პური რა იაფია. ამერიკაში პური ძალიან იაფია. ჩვენთან პური ძვირია. ეს კარგია? რა ყლეობა. რაღაც 15000 რუბლი ღირს პური და ხა ეგ ამერიკული ხელფასით ნაყიდი პური იაფია რუსეთში კი. ხო, ანუ აბა რუსს კითხეთ. ხო და არა ეს სხვათა შორის ეს რუსეთის წარმატება არის ძალსახად ეხა რომ ჯერ ხო ეგ ხო გვილაპარაკია მაგრამ ჯერ ლევაკები მოტყნეს 60-იანებში 70-იანებში კომუნიზმი აჭამეს და არ გვილაპარაკია მაგას. შეიძლება ირული გვილაპარაკია. ჯერ კომუნიზმი აჭამეს ლევაკებს ამერიკისა რუსებმა ამერიკაში და ეხა მეებს რა ქვია მემარჯვენეებს აჭმევენ რომ რუსეთი რაღაც ტრად-ბეისტ ყლეობა არის. ეს რუსების ბრალია ხა, მაგრამ რუსების შედეგი არის, მაგრამ ამერიკელებიც ყლეები არიან სალსახად კი მაგ მხრივ. და ის არის რუსეთში ძალიან ბევრი არარუსი არის და ეს ჩუვაშები და გუმურტები და ეგენი ხო არა ევროპაში ყველაზე მზარდი მუსულმანური ესა რა ქვია მოსახლეობა მუსლიმ მოსახლეობა არის იმაში რუსეთში 47% არის რუსეთში ბოლოს რაც ვნახე მართლმადიდებელი ქრისტიანი ხო აქედან ნახევარიც არ არის რუსეთში აქედან ეკლესია ან მართლა რომ ესეთია ეკლესიურია და მართლა ღვთის მოშიში რამდენია 11 ცალი ძალიან ზუსტად 11 ხო ნუ მოკლედ რა არ ვიცი და მე კიდე იყო ის საშინელება მანამდე რომელიც მე ასე მგონია რომ მე რო deep state-ი ვიყო ახლა და ჩემს საყვარელ გოლემს ესეთი სახიფათ ესეთი სოციალური სამიზნის აღქვეშ აღმოჩნდეს ჩემი საყვარელი გოლემის სახელად აფრო-ამერიკელი მე აი მაგ დროს გავაკეთებდი ჩარლი კირკის მკვლელობის სპეცოპერაციას რომ გადამეტანა ყურადღება ეს უკრაინელი გოგო რომ მოკლა ირინა რაღაცა არ ვიცი ხა უკრაინული გვარის თქმა არ შემიძლია მაგრამ ხო ეგ ვაფშე მართლა საშინელება იყო ესე ხა მე შენ იცი რომ რა ქვია არ მაქვს ეს რა ქვია ემპათია არ გამაჩნია სხვა მოვლენებთან მიმართ პირიქით უბრალოდ სეირის დონეზე უყურებ ხოლმე მაგრამ ეგ გოგო მართლა შემეწოდა რა ვიცი და სხვათა შორის მე ეგ გამიკვირდა რომ მაგას უფრო ნაკლები რეაქცია მოყვა ვიდრე ჩარლი კირკის ამბავს და ანუ აი საერთოდ რავი მედიებშიც კი არ გაშუქდა თუ სწორად მახსოვს შეიძლება ვწდები მაგრამ ნუ ილონ მასკმა და ვიღაცებმა დაიწყეს მე რა აი მილიონს გადავეს თუ ამის გრაფიტებს დახატავდა ჩვენთან საქართველოში თორე ამერიკაში ანუ ეგრო არ გაშუქდა და ჩვენთან გაშუქდა ჩვენთან კონსერვატიულმა ფლანგმა გააშუქა არა ჩვენთან რუსთავი ორზეც ფრაღა იყო და თავარ არხზეც და მე ასე მხედრი
კაი მთავარის Facebook გვერდზეც და ფორმულაზეც და რაღაცებზეც იყო. ხო, არ შეიძლება მე გამოვხო. მაგრამ ამერიკაში არ იყო კაკრას ის New York Times-ი და NBC და ვიღაცა ლევაკი ხო, ეგენი არის იმას. ანუ ამერიკულ ინტერნეტში უფრო იგრძნობოდა მოკლედ მაგის კვლელობა, ხო, არა, ნახე რა ვთქვი, რომ ამერიკულ ინტერნეტში ხო იგრძნობოდა ამ გოგოს კვლელობა რა, როგორც ის ტრაგედია და რაღაც მთელი ამბები იყო მაგაზე, მაგრამ აი ჩარლი კერკის ამბავი ჩვენთან ინტერნეტში ძალიან იგრძნობოდა. ოღონდ არა მედიების მხრიდან რა, ძალიან ბევრი ის შემხვდა სხვა მხრივ რა და ეგ იმის ამბავი რა ქვია ის უკრაინელი გოგო რომ მოკლეს, მაგის ამბავი ინტერნეტში დიად არ იგრძნობოდა. ან მაგ კუთხით ვამბობ რა. ხო, შეიძლება. ცნობილი პოლიტიკური ფიგურა. შეიძლება როგორც ნიუსი ვიღაცემა გააშუქეს, მაგრამ ის არ ყოფილა რომ რა, ეხლა მაგალითად ბოლო 5 დღეა ჩარლი კირკი არის ჩემი ის რა ქვია ნიუსფიდი მაგალითად ყველგან. ხო, არა, ჩარლი კირკის კვლელობა ძალსახად მე ესე მგონია მაინც ჯერ კიდევ რომ იმის დასაფარად განხორციელდა. ამერიკული იმპოტენცია ახსენე და ამერიკული იმპოტენცია იგრძნობოდა მაგ ვიდეოში ეგ უკრაინელი რომ მოკლეს. ამერიკული ხო, მაგრამ იქ არავინ არ იყო. მაგას გეუბნები, იმა ხო ჩაარტყა და ის ხო გაიქცა ეს კულელი ვინც არის. ხალხი იჯდა პროსტა არც არ აკეთებდა. ხო, კი ბატონო. გაატარეს რა, ჩვეულებრივი მოვლენა. ნუ, კაი, იმის შეიძლება შეგეშინდეს რომ აიმე ახლა გორილა არის და თან დანაუჭირავს ხელში, ოკეი. ბევრი ხართ ახლა. კაი რა. ბევრი ვიყავით ჩვენ რუსთაველზე დეკემბერში, მაგრამ რაღაც შედეგს ვერ ვხედავ. რომ ვიღაცებს დაუჯერეთ. ხო, მაგრამ უყურე ხა ეგ მესმის, მაგრამ იმის მისახმარებლად თუ არ მიდიხარ, ეგ სხვა თემაა. ნუ გასაგებია რომ ხა არტერია გაჯერკლი და მაინც ვერ უშველი, მაგრამ ნუ ხო, წავიდა რა ჭრილობაზე ხელი მაინც დააფარე რაღაც მაინც რაღაც კარგად ხარ გოგონია, რაღაცა ეგეთია. გაზეთს კითხვა გააგრძელებს, რომ ფანჯარაში იყურებოდა. ხო, და ნეტარატორ რა გარშემო ვინც ეჯდა და ისინი რა ეთნოსის წარმომადგენელი. სამი შავი იყო და ორი თეთრი. დიახ. მე. ხო, ამერიკული იმპოტენცია. ხო. აი, ნუ მოკლედ ხა ამერიკულ ჰეპენინგებს რო დავანებოთ. თავი ხა ჩვენ ცოტა შევისმენთ ხა, იმიტომ რომ რაღაცა ჩავარდა რაღაც ეპიზოდი შემთხვევით, არ ვიცი. მაგრამ ხო, საქართველოში ძალიან დიდი ჰეპენინგი მოხდა. აბა რა. კი, მოდი მე ვიტყოდი რომ გლობალური შიზოფრენია ჩვენ ახლა უნდა გამოვიდეთ შიდა შიზოფრენიაზე, ლოკალურ შიზოფრენიაზე. რამდენიმე რაღაც მოხდა, რა ვიცი, რითი დავიწყოთ. იმიტომ რომ ჩვენ არ ჩაგვეწერია იმის მერე კოცმა ტიტუშკემა რო ხალხის წემეს იქ რა ეგეც ჩაგვიწერეთ მაგამდე ერთი დღით ადრე ჩავწერეთ ჩვენ ხო და მაგის მერე არ ჩაგვიწერია ხამი მე მაგით დაიწყო შიდა შიზოფრენია ხო ბევრი არის მოკლედ ჩვენ ჩავწერეთ წინა დღეს ჩვენ ჩავწერეთ იმაზე ლუკა ძაძამიაზე და ვიღაცებზე აი პირველი 3 კოცი რაც გამოდივდივდა კალაძის იმიდან ხარჭიდან და თომზენზის ჭორებიც ნუ ძალიან ისე იყო რა ქვია ზერელად იყო ჯერ მოხული და ყველამ არ ვიცოდი არა გრაინდერის ამბავი იყო ხო? გრაინდერის ამბავი ვილაპარაკეთ კი, მაგრამ ხო არის რილიზდი ფაილს რა, რილიზ ეპსტინ ფაილს დათო. ხო და არა ისა. ის გამიდოდა ხა. იმის მერე ხო, იმის მერე იყო ცემატყეპა, მერე იყო მეორე დღეს ჩვენც მივედით რომ იქნება ჩვენც მოგხვდეს 1-2 და მერე უკვე ხამე დაიჭირეს. ხო. ხან ეგრო ჩავწერეთ. ვიძახდი რომ მეთქი არ ამგონია ეხა რომ კიდე ვინმე გაამწარონ და ხალხი ცემონ მეთქი და უკუღმა დამიტრიალდა ყველაფერი. არა, კაკრას მე რო მოვიდიოდი მაგ აქციაზე, მეც მახს ვამბობდი რომ მეთქი ეხა ესენი იმას ეზამენ არ გამოლენ დღეს თქო, ნუ ეგ მართალი იყო, არ გამოვიდნენ იმ დღეს, მაგრამ მე კიდე ვამბობდი რომ ეხა სექტემბრამდე ესე შეეცდებიან რომ რაც შეიძლება დააბალანსონ სიტუაცია, რომ მე სექტემბრამდე რა 4 ოქტომბრამდე და რავი ყლები არიან ხაბის დაჭერა. არა, მან კონდიციონერი ჩაუწიეთ რა რამე გავიყინე. მან საერთოდ სიგიჟე ქნეს მაგ დღეს მეორე დღეს რო ხალხი გამოვიდა ის მეგი დაიჭერეს რომელმაც კალაძის ბანერს მიაწერა რუსული ოცნება რაღაც და სისხლის სამართლის საქმე აღუწრეს და კალაძე მერე თქვა რომ არის რა ქვია ტიტუშკა და ნაცი ანუ ჯერ ბანერის დაზიანებაზე რომ სისხლის სამართლის საქმეს იწყებს საერთოდ რა სიგიჟე არის მაგრამ ნუ ეგ მართლა პანიკის ამბავი იყო რომ ანუ აი მეორედ აღარ დააწეროთ იცოდე აი ეგ არის მართლა ეგ არის რომ ის და მეგისაც კი ანუ ეს რა ქვია მით გამოუშვეს საბოლოო ჯამში გირაუთი გამოუშვეს ანუ ეგ ის არის კონცეფცია ხა ეგონათ რომ აი ის არის რა ბალანსი ქონოთ დაჭერილი რომ აი თქვენ შეგიძლიათ გამოხვიდეთ ქუჩაში იყვიოთ რაღაცა გვაგინოთ კიდევაც დაჟე ეგეც შეიძლება ეგ პროსტა რამდენიმე კოდს მე გადაეტ ჯერ ოდიშარიას გადაეკეტა და მე იმას ამ ხარჭებს კალაზის ხარემიდან მაგრამ მაგათ ეგ ოკეი რა ეგ იყო ჩაფარცხეს რაღაცა მაგრამ ის ქონათ ბალანსი ეჭირათ რომ თქვენ იყვირეთ და
просто ჩვენ არ შეგვეხოთ რა და ეს ამან რო გაბედა რო ეს დაეხატა თუ დაიჭამნა რაღაცა არ ვიცი კალაძის ბანერზე ეს კოცები უცებ დაპანიკდნენ რომ იქნება ვაი ფიზიკურზე გადმოდიან ესენიო და დროზე დავიჭიროთ ახლა და მაგრამ ეგეც ზედმეტი გამოვიდეთ და მე გამოვუშვეს ისევე ხო იმიტომ რომ ეგეთი რაღაცები ხო ხდებოდა მაგრამ ის მთელი პარლამენტი იყო გადავსებული რაღაცა რუსული ოცნებით და ეგეთი წარწერებით და ანუ არაფერი გაგრძელება არ მოხდა არის და ეს კალაძის სპექტაკლის შესახე არის ახლა ეს სხვა თემაა ხო რა თან არის მელიქიშვილზე ბიჭოდა ახლა მელიქიშვილზე რო ეგ წერია ნუ თან ხო ეგრევე წაშალეს რაღაც 1 საათში და კალაძის ეს კალაძის ძალიან პერსონალური დარტყმა რომ მაგის ოფისზე ეგ წერია ახლა აი კაკრას იმის პარლამენტის ამბავს უფრო გაატარებს დღეს ჰელენამ ხო შებრღალა კიდე ჰელენა ხო სისხლის სამართლის საქმე ზაღიძრა მაგრამ ხო რავი რა წამენ არ ვიცი დაიჭერენ და გირავთი გამოუშვენ ხო იმიტომ რომ კოცებს ქალების დაჭერა არ ევასებათ იციან რომ ცუდად თავდება ეგ ხო ეგენი ხო ქალობის და კაცობის დამცველები კი ბატონო ხო არა ბიჭო ეგ რასაზღვრება არა კოცისთვის ქალი როგორც გენდერი არ არსებობს და ამას ორმაგი მნიშვნელობა მე გენდერს ვხედავ ვაფშე გვეშლება ეხა ჩვენ კაცო ეგ ხო ქალი არ არის ეგ რაღაცა სხვა ჯიშია როგორც კალაძე იტყოდა ხო true კი ეგეც არის აი ხელენა ხოშტარია შეიძლება კიდე მართლა რაღაცა სხვა ჯიში იყოს რა ამათ ხალხსაც უდათ მოლაპარაკო კაი ხო აღარ ვიტყვი მე აღარ ველაბორირებ ვისაც როგორ უნდა ისა გაიგოს იქნება ისე ვიგულისხმე სხვა ჯიში ვალკირია ვიგულისხმე იქნება დიდი მეომარია თქო რო შეხედავ გავს ვალკირიას ეხლა ვინ არის ეს პირუტყვი და ქალებზე ზეწოლაზმტი ვის რეალია გაიგებს ეს არა არა ეგ ფაქტი რომ ხოშტარი მე გააკეთა რა გინდა ეხლა ცალსახად უკეთესია ვიდრე მაგალითად ჩიმშილობა რა ვიცი რაც აშკარად არ მუშაობს საქართველოში ხო და ის ჯობს რა რაც გააკეთა იმიტომ რომ ეგ თუმცა არის ნაშვილებს საფერ არ იყო მე ასე ხაზე გავსვა ორი დღე რო ის ჩიმშილო არ შეიძლება დაგეტყულა bro რა გინდა let's keep moving ხო აი მე მიჩულებენ კაი ესა არა შუაშია просто კაი გაჯვრა შენ სტუბარი ხარ ზედმეტი ხო არ მოგწონს შენ ხა ბაბლს გაანაწილებ ნუ კარა შე იმაზეც ვილაპარაკოთ ეს ახალი ქარაქტერები რო დაიბადნენ იმაში ეს ცემის დროს ვინ იყვნენ ერთი იყო ეს რა ქვია ბიჭო მე თქვენიანი ვარ ნუ მართმევ ამას ხო და ეგ დაიჭირეს კი და ნუ მე გამოვუშვეს მაგრამ მაინც გამოვუშვეს დილდო რო ეჭირა მე მგონა ის მეორე გამოუშვეს არა ორივე გამოვუშვეს წესით კაი ეს იყო კოცური ბარტერი რომ ამათაც გამოვუშვებთ და მეგიც გამოვუშვეს ხო კი ბატონო ეგ და ის მეორე ზაზა მამალაძე ეს ვაფშე ძალიან მაგარი ტიპი იყო ეგ ფენომენია ანუ თან გვარს დაკვირდი ზაზა პეტუხი ტიპ პეტუხია იმენა და ეს აი ესე აკეთებს თელი ესა რა ქვია თელი გზა და ის იყო ხო მაგან დაარტყა ხო ქალს ხელი ხო გუგს აი ვაფშე აი ვიცი რა ზოგადად ეხა ხალხზე დარტყმა როგორი საშინელებაა და მე გაიქცა ეგრევე თან ეს ხო რაღაცა არის ხალხზე დარტყმა რო გიწევს კაცს თან ეს ხო რაღაცა ბიჭუნა არ არის ეგეც ამ ხელას რდასრული ამაგასია და ხალხზე ხელის აწევა რო გიწევს ანუ საკუთარ თავს რო ერთი გიწევს რო რაღაცა ვერ დააშოშმინე მაგრამ მეორე კიდე ის რომ საკუთარ თავს რო ვერ აკონტროლებ რომ აი ამ გოგოს უნდა დავარტყა და გავიქცე აი რა ხელა აი ეგ ტიპი არის ხალე თან აი რასეუბნებოდა აი კონკრეტულად მაგას ხო არაფერს არ ეუბნებოდა დარწმუნებული ვარ უბრალოდ იდგა და ანუ უგლებელას ვღეროდა ან რაღაც ეძახდა რომ რუსი ხარ რა რაღაც ავიცი მე რამე რაღაცა რაც შენამდვილე შეურაცხყოფა არც არის ხო რა ვიჯოდეს კაცი თუ ხარ მართლა კაცი ხო ანუ ოკეი რა რავი გეუბნება რა ვიცი ხო ანუ შენ თუ ეგ ტიპი მართლა არაფრად არ მიგაჩნიე მაგისგან მით უმეტეს ახლა რა უნდა გეწყინოს ხო ანუ თავუშვათ შენი გადმოსახედიდან თუ ეგ არავინ არ არის ხო ეგ ქალი მაგალითად როგორც კალაძე ამბობს რომ ეგენი არავინ არ არიან ხო ხო ახლა მე რომ ვიღაცა ეს რა ვიცი კოცმა მითხრას რომ აი მე რაღაც მაგინოს და რაღაც მითხრას რომ მე გამეცნია მაგაზე იმიტომ რომ ართული მაგას სერიოზულ რაღაცად რა და მაგისაც იგივე უნდა ყოფილიყო ეგრო რავი ანუ ოკეი კაი რაღაცას მეუბნება მაგრამ ის ხო ხდება რომ თვითონ არის არაობა და გულში მაინც აქვს რა ის მორალი შიდა მორალი სხვა რაღაცა არის რა ადამიანში მაინც აფიქრებიდებს რომ პოჭია და რაღაცა სიტყვა ხო ისეთი ადამიანს გაგეწყინება რომელსაც პატივს ცემ ვინც კიდე იმის თქმა ხო არ გეწყინება ხო და ესე იგი ეგ კაცი ჩვენ პატივს გვცემს true ყოფასებს ჩვენ მე მგონი ვიტყვი რომ ჩვენი ეშინია მაგას კიდე მანდ ის იყო ეს მელოდი ტიპი რო იყო მაღალი მელოდი ტიპი ლაზერით გაკეთებული წელი რო ხო 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 და ეგ მაგას აქის ძალიან მაგარი კადრი რა ეს რომ ჯიპიში რო ისუდეს კასტეტს რაღაც ჯანდაბაროდეს და უკულთან და აი ეს მომენტი აქვს რა მაგრამ რომ ჯერ ხო დგას პროსტა ესე და მე
უცებ ეს რაღაც ეხა გადამოიკეთ, ეხა მოგიტყნავთ დედას და უცებ წაიღებ ჯიბისკენ ხელს და ვიღაცას ვიძ და ზურგიდან ურტყავს. აი ჯერ ხო ლაზერით რო გაკეთებული წვერი ადამიანს. მერე მელოტი რო ხარ. მერე კიდე ვიღაცას ზურგიდან რო ურტყამ კასტეთს. აი ეს არის ხოცი კაცი, ეგ არის ვაფშე. და მერე ხა ეგ ღამე რა ქმედებს ჩადის სხვა მაწვილებთან ერთად მაგაზე არ ვისპეკულირებ, მაგრამ ნუ ფაქტი არის რომ აი კაცი მართლა აი კაცური კაცი. ნუ რა შეიძლება იყოს კაცური კაცი ხა რა. რას უნდა აკეთებდეს კაცური კაცი? აი მაგრამ თვითონ პასუხისმგებლიანი. მე ვიტყოდი რომ თუ სერიოზულად გინდა რომ გიპასუხო, ანუ აი ვაჟა ფშაველას კაიყმა არის კაცი. მორჩა. ანუ კაი, გასაგებია, მაგრამ ანუ თითო ეპიტეტი მიუძღვნათ კაცს. პასუხისმგებლიანი კიდე? მე ვიტყოდი მაშინ მამაცი, ოღონდ ეხლა ამას განმარტება ჭირდება მაინც. განმარტე ხა, ვიდი. ხო, ახლა ვის არ არის იმამაც სამი კაცი რო ერთს ურტყავს მაგალითად რა. ოკეი, კაი. მამაცი იყო ზუსტად ის იმ მომენტს გავიხსენებ, ერთი ტიპი იყო, რომელიც რაღაც ესე 30-20 მიდიოდა მგონი და რა გამოლაგდითო და რაღაც იგით და აგინებდა და მე 30 კაცი გაიკედა, სცემდა. სიმამაცე იყო ის ერთი ტიპის და არა იმ 30 კაცი. ოკეი. და არ გაიქცა იქ ტიპი. ხო, არ გაქცეულა. და სამართლიანი. აჰა. და აი ახლა ამ სამი სიტყვიდან გაწონასწორებული გამოგვჭა. კაი და ამად მეორე წრეზე წავიდეთ კიდე. ეს პროსტა ეს სამი ცალი ვარიანტი მოიყვანა. აქედან რომელს ამართლებს ქოცი ყმაწვილი, ყმა უბრალოდ. ხო, არც ერთს. არც ერთს. არ არსებობს. მე შეგვიძლია მაგის ის მოვუწონო. კაცზე არ შეიძლება მოიგო. წვერიანიც კი რო თქვა, წვერიანიც კი რო თქვა. იმასაც ლაზერით იპუტავენ. ანუ რაღაცა ვერ არის კაცის ეპითეტი არ არსებობს, რომელსაც ქოცი დააკმაყოფილებს. ხო, არა. ნუ მამაცი არ არის, იმიტომ რომ აი ეს რა შეგვიძლია ვთქვა, რომ შელეგია, რაც ნიშნავს, რომ აი ზუსტად თავის თავს ვერ აკონტროლებს და არ შეუძლია რომ სიტუაცია დაბალი იმპულს კონტროლი. ხო, შეაფასო სიტუაცია. რომელიც კიდე ვიღაცებს ახასიათებს. წეგან განვიხილეთ ეგა. დიახ, განაგზეთ. სამართლიანი ვერანაირად ვერ იქნება, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს უსამართლობა, ყოველგვარი ეს რა ქვია ჩაგვრა საბოლოო ჯამში ადამიანის აუ 5 1-ზე და 7 1-ზე არის ნებისმიერ შემთხვევაში უსამართლობა და არც კი მახსოვს ერთი შემთხვევა მაინც რომ აი მაგალითად ვიღაცა სახთან ხვდებიან და იქ აი ორნი მაინც იყვნენ რა ხო ხვდები რა რომ აი ერთი ტიპი მივიდა და მეორე მიყვა რა 4 5 რა ანუ ერთი იყო ეგეთ შემთხვევა ორნი რომ მივიდნენ თარხნიშვილთან ხა თარხნიშვილთან ორნი მივიდნენ კი ბარემ ეხლა კარგი ვარიანტი არის შენის ტრაგედიის მოსაყოლად ჩემთან 4 იყვნენ კი ბატონი დავითი ასევე ცნობილი ხა ეგ არ დაგვაიწყო რა გვეთქვა ჩვენს დისკორდში როგორც შუსუ დიახ ხო ჩემთან 4 მოვიდნენ ბოზურად რა თქმა უნდა და მომიქნიეს ხელი მე მეც შესაბამისი რეაქცია გამოვხატე და რომ მიხვდნენ რომ შევჭამდი და ძულებს აღარ დავტოვებდი თავში ჩამარტყეს რაღაცა და წამაქციის და მე მითხეს ხო ეს კარგი რაღაც ქვია ანუ ყველა დადის იმით რა ქვია ეგრეთ წოდებული პრედმენტით ანუ რაღაცა ან ის უჭირავს რკინის ჯოხი თუ უარი რაღაცა ან კასტეტი აქვს ან რაღაც დანან რა ვიცი მე ნეუმატური არ არის რა ვიცი მე ბიერ არა კონცეპტი რომ ესე ქათმები არიან დამტკიცება უნდა ეგეც 4 არის მაგრამ შეგვიძლია დემონსტრაციას გავაკეთოთ მაგრამ იმის თქმა მინდა რომ აი კაცის საცევნად მიდიხართ 4 კაცი იარაღი რაღაც გინდათ ბიჭო შეიარაღება რაღაც გინდათ აი რა ბანძი უნდა იყო მაგრამ ნუ რავი მეორე დღეს ვიყავით იქ ხალხი მისულები რომლებიც მზად ვიყავით რომ გვეჩვენებინა რომ კაცები არ არიან და ცოცხებიც გვეჭირას ზოგიერთ ხელში მაგრამ რატო არ გამოვიდნენ ხო არა ნუ ცალსახად რატო არ გამოვიდნენ კი არა იმის მერე ჩვენ ახლა კონტექსტის ისა გვაქვს რა ქვია კონტექსტის უპირატესობა გვაქვს და ვიცით რომ არ გამოვიდნენ კი არა კარები აიჭედეს საერთოდ ჯეტრუსიკები ჩაიცვეს სახეზე და მერე კარები აიჭედეს კი ბატონო აი კაროჩე რა და ნუ კაი ბოლოს გადავიდეთ ახლა ბოლოს რა თავარ თემაზე გადავიდეთ ამ ყველაფრის კულმინაცია მე ვიტყოდი აი ეგ მაგ კოცურის შიშის ხო რომ აი იჭერ ადამიანს რომელიც საჯაროდ ამბობს საჯარო ეს რა ქვია მშვიდობიანად დავამხობ ქართულ ოცნებას რაღაც რავი ანუ რა პრობლემაა არა მაგის გამო ხო არ დაიჭირეს თან ხო რატომ დაიჭირეს დაუმატეს ხო ეგ მერე გაახსენდათ რომ უი ეს გვამხობს კიდევაც ანუ რა ყალეობის გამო დაიჭირეს ბიჭო რომ კოცი როა ფული გაახსენდა პირველი აი ფული დაიჭირეს მართალია კი ანუ იმუშავა მაგან ხო ფულზე დატრიგერდნენ ეს დამხობა რაღაცა ეს 13 წელი მაგას იცახენ გვამხობენ და საბოლოო ჯამში ხო ერთადერთი ლოგიკური დასკვნა რაც შეიძლება გამოვიდანო მანან ის არის რომ ანუ
მართლა შეეშინდა ბიძინას, რომ თან ეგრე არა, ახლა ვიღაცები ვინც ფულით მყავს ნაყიდი და დაუშვათ უხდი 1000 ლარს, აგერ კაცის თავადოს $200,000. რა თქმა უნდა შეეშინდებოდა მაგის, იმიტომ რომ თან ეუბნება რომ შენი ფულით გადავუხდის იმ 200,000. ხო არა სისულელეც არის ჩემი ერთ მაგის განხილვა ახლა რაზე დაიჭირეს რომ აბსურდია მაგრამ თვითონ ფაქტი არის სასაცილო რა რომ აი შენ გიჭერ იმიტომ რომ ვიღაცას დაპირდი რომ ფულს მისცემდი საჯაროდ ბიუჯეტიდან და ამას აკეთებს ბიზნე ივანიშვილი ხო თან ჯილდოს სახით პირდაპირ ხე ჯილდოს მოგცემ ბიუჯეტიდან ჩემი ჯიბიდან კი არა ბიუჯეტი ჯილ ხო არა პრემიას გადაგიხდი იგივე საკეთებდა ჯერ კიდე ხელისუფლებაში რო არისო მოსული 5 მილიონი ყველა სოფელს აბა რა იყო სოფლებში დადიოდა მაგას იძახდა და მაშინ იყო ჩვეულებრივი ტიპი ხო უფასო ფული აბა რა იყო ხო არა გამოსხირებული უნდა იყო ეგრო ჭამო ხო და მაგას მე მგონი კოცების არ შეჭამენ ანუ ეს რანკენ ფაილი კოცებს მაგ შეთავაზებაზე მაგ ჯილდოს გამოცხადებაზე სხვა ის ქონდათ რომ საიდან მოგაქვთ ფული ხო არა მაგაზე პასუხი იქვე თქვა რომ შენი ჯიბიდან მომაგ არა ეგ ჩვეულებრივი კოცებს ქვედათ იმიტომ რომ ჩვეულებრივი კოცები კორუფციის და ფულის ჭამის იმართებებზე არ არიან ასულები რომელზეც სხვა ჩინოვნიკები და მაგიტო იმათ უკვირთ რომ უი ამდენ ფულს ჭამენ კაცო ისინი ვისაც ხმას ვაძლევ არა ზოგმა კოცმა ხო იცის რამდენი ფულიც იჭმება და ეს ამწარებს ძალიან ის ვიდეო რო იყო ეხა რაღაც სტუდიასო და პომიდორი რო იყო აი შენ თუ ამ ვიდეოს უყურებ ჩემი საყვარელი კოცი ხარ დღეიდან არა მაგ ვიდეოს ყურები შენ ყველაზე გულწრფელი კოცია რაც ოდეს მეყოფილი ჩემი დრო არ მოვიდა შევარდნაძის დროს პატარა ვიყავი ეხლა დიდი ვარ ჩემი ჭამის დრო როდის არის არა სვეტში ანუ კაცის ტკივილი ვიგრძელი წავიკითხე ერთ და სხვათა შორის მაგის გარდა კიდე სხვამაც თქვა ეგ ანუ რაღაც იგივე ტიპის გადაცემაში იყო სხვა ტიპი რომელიც ასევე იძახდა რომ არაო ეხლა ეს ლუკა ძაძამიაო გასაგებიაო რა კი ბატონო არა ახალგაზრდული კი ბატონო სიმპათიური განათლებული მაგრამ გამოსtildeება საიდან აქვს 21 წლის არისო და რა ვიცი დათო ამზეზე როგორც ავობს გოდის ფარაბის გამოსtildeება აქ მაგასთან რა რილიზდი ფაილის კიდე ერთხელ ვებიდა ხარ ეგ ახალგაზრდები კოცებში იყო თქვენ ვიდეოზე პასუხი რომ შვილები აღარ ყავს მაგაზე პასუხი იყო პირდაპირ კოცები ჩვენ გიყურებენ კი აშკარად რაც ფაქტად ვიცით და კიდე ერთხელ მინდა მივესალმო პოზიტივის მემონტაჟის ჩემი ნიგა აი პოზიტივის მემონტაჟი ცალსახად იმიტომ რომ ოსტის აი გულში რაღაც პროცესი ჯერა რომ ვიყურებს და გადაობს და ვევასებით მემონტაჟას გულის სადა გულის სიღრმეში რა გულის სიღრმეში კაცო გეუბნები ეგრეა მეთქი უეჭოელი ვიცი ხო და 4-ში გელადები ჩემი ძმა ან და კი ბატონო არ ვიცით კი ბატონო პოზიტივია მაინც დისკრიმინაციას არ ვეწევთ დისკრიმინაციას არ ვეწევთ კი კაი გადავიდეთ რა მთავარ თემაზე ლევან ხაბეიშვილი დაიჭირეს ასევე დაიჭირეს გვადლობთ ყურებს ასევე დაიჭირეს მურთა ზოდელავა რომელიც ძალიან კომიკურად დაიჭირეს კი არა დაიჭირეს მურთა ზოდელავა რაციეს ეგ კადრი ნახე შენ 4 ტიპს რო უჭირავს თან ესე ხელები გაკავებული და რამე გაუპატიურებელი არა ბიჭო რა სისულელი აი ახლა რა მურთა ზოდელავა რამდენი წლის 50 წელზე ვით ხო იქნება 50 წლის კაცის ესე აყვანა რო გჭირდება ხარ და რატო რომ ტელეფონი წაართვა რომელშიც ვერ შეხვედი რა ჩემ ყალედ გინდოდა ეგ ტელეფონი ხო გამოჩნდა რომ ტყუილა დაიჭირეს მე მეორე კადრია ძალიან რომ კაცი არის პატიოსნად მანქანაში ზის და ეუბნება რომ ტელეფონი მომენტი კაცო ანუ აი ივერა მაგარი შეტენეს ბიჭო გაიქცაო და არა და კადრებში არსად არ გარბის ან მანქანაში ზის ან ამათ უჭირავთ ხელი და ესე აკეთებენ აი რა ყლები არიან პროსტა იქ ზის და ეუბნება რომ ჩემი ტელეფონი კაცო გიჟები ყარა ყარა თან მოყვებით ტელეფონი არა ის ტიპი ეუბნება რომ გადადი მანქანიდან წადიოდა მე ტელეფონი მომიცა წავალო ანუ რა ვიცი რა ფერსა აი მურთა ზოდლოვა მე გადადი თორე დაგიჭერდა დამიჭირე მურთა ზოდლოვა ძალიან კარგი ერდე უნდა ის ხა ზუმერები ვიყურებთ ჩვენ ძირითადად და არიციან მურთა ზოდლოვა იყო ჩვენ დროს ეს რა ქვია გენერალური პროკურორი 3 წლით თუ არ ვცდები ხო გენ პროკურორი იყო ბოლო წლებში დიახ მე მგონი გვარამიას მე იყო ნახსოვს მაგრამ მურთაზე არის ეს რა ქვია ძალიან ბევრი დატყვევებული საჯიშებაში კაცი ხო და სხვათა შორის კოცები ცუც ვერაფერს ვერ ამბობენ მურთაზე იმიტომ რომ არ ახსოვთ ვინ არის ხო ერთი არ ახსოვს და მეორე ფაქტია რომ ახლა მაგ კაცს არაფერი ის არ გაუკეთებია რა ქვია არა მურთაზე ზოდელავაზე როგორ უნდა თქვა ცუდი ბიჭო ხო ანუ რავი აი ხე ვერც კი ვამბობ არ გამომდის არა ეგ ერთი მაგრამ ნას თავი განებია მელოტია
ესე იგი რას გულისხმობს ეს რომ 4 ოქტომბერზე ესეთი ამბავი არის. ჯერ ხო და ეს არის თურმე იმის რა ქვია რა ქვია იმას ტიტული ინდოელი რო იყო რა ქვია მაგას. მოყვეთ მაგ ამბავს რა 4 ოქტომბერი როგორ ვითარდებოდა ქართულ ზაიდგაისში. ეცამი ხო მაგის მოყოლა მინდა ზუსტად. ანუ როგორც განდიმ თქვა თურმე და არა გებელსმა, მაგრამ მე მაწყობს რომ გებელსის ნათქვამი იყოს, ჯერ გაიგნორებენ, მერე დაქცინიან, მერე გებრძვიან და ბოლოში იმარჯვებ. აი ხა ეს არის ლევან ხაბეიშვილის ისტორია, ხა ჯერ ხო მესამეზე ვარ პროსტა. თავიდან აიგნორებდნენ ლევან ხაბეიშვილს, მერე დასცინოდნენ, ჰაჰაჰა კბილები ჩაისვა, ჰაჰაჰა ინგლისური არის ის ჰაჰაჰა დაბალია, ჰაჰაჰა მელოდია, ჰაჰაჰა ვარჯიშობს. ჭორაობს. ხო, ეს რატო არის დასაცინი რომ ვარჯიშობს კაცი, ხო? აი, ეგ სხვათა შორის ეგ უნდა ხაზი გაესვას რა. ლევან ხაბეიშვილი არის ერთადერთი პოლიტიკოსი, რავი, რაც მე მახსენდება, რომელიც დაწინაურდა, მაგალითად ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარე გახდა, ანუ შემდეგ საფეხურზე გადავიდა და არ გასუქებულა. აი, დაიკლო და ფორმაში ჩადგა. რაც იყო ეგ არის. სოლიდარობა ბატონ ლევანს. ე ბატონო. ბრავო, ეს ლევანის ნუტრიციონისტი მინდა რომ გავიცი. ხო და ეს ერთი და ანუ დასცინო აჰაჰა ვარჯიშობს, აჰაჰა მელოდია ინგლისურად, აჰაჰა. მერე ვაივე. ვოისა ეს ხალხი მართლა ლაპარაკობს 4 ოქტომბერზე. ვოისა და რა ვქნა დათვი დაიღალა. რა ვქნა ჰიბერნაციაში გადავიდა. რა ვქნათ და გადავიდნენ იმას დაიჭირეს. თან რა აი შენ ეხლა ძალიან ბევრი რაღაცა გამოტოვე. ბევრი გამოტოვე. პირველ რიგში აიგნორებდა ამას ოპოზიცია და მერე დასცინოდა ოპოზიცია და ნუ ყველაზე გულისხმობ მან არა მარტო კონცეფტს. ოპოზიცია მერე გადავიდა ოპოზიცია თავდასხმაზე. ოპოზიცია მეგოთხინა ბიჭი თავიდანვე უკვე გავლილი აქვს ოპოზიციას ის რომ თავიდან აიგნორებდნენ ეს გიჟია რაღაცებს ყრის მერე ჰაჰა ეს გიჟია რაღაცებს ყრის მერე იყო უკვე ის რომ გამოვიდნენ და ესე რევოლუციის ჩამოკიდება არ შეიძლება ანუ ეს ბრძოლის მომენტი არის და ერთთანხმად ჩამოკიდება არ შეიძლება და მერე უკვე ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა ოპოზიციასთან მიმართებაში და ეხა კონცეფციც იგივე იმას გადიან რა ქვია იგივე ნაბიჯებს და რავი 4 ოქტომბერს ცალსახად გამოჩნდება ეხა ვინ არის და ეს ხო და ეხა აქ ვინმეს რამე ისინი არ გავუჩნდეს რომ აი ჩავარდა სახალხო მშვიდობიანი დროშების დამხობა ჩავარდა და რაღაცა ის გონია ახლა მართლა კოჩი ხო არ ახარ შენ ვიზია რომ გონია რომ ლევან ხაბეიშვილი არის აქ თავარი ჯერ ეს ერთი აქ ქართველი ხალხია თავარი დავიწყოთ აქედან მეორე ერთი ლევან ხაბეიშვილის მიღმა დგას ძალიან კომპეტენტური ხალხი რომელსაც არ დავასახელებს და ჩვენ ვიცით და არ დავასახელებ ხო ეგ გულისხმობ და გარდა ამისა კიდე რა ვიცი მე არა მოდი თქვათ ესეთი რაღაც რა ანუ ლოგიკურად შერლოკ ჰოლმსურად მივუდგეთ და ლოგიკურად მივუდგეთ ამ ყველაფერს რა ხო ნახე რო დამაქვეითა უცებ ვოტსონ აბა ლოკოსი ცალსახად მე ვარ აბა გისმენთ თქვენი ბასკეულელი ძაღლი ვარ თქვენი დედუქციის უნარი აბა გვანახე არა ნახე ახლა ლევან ხაბეიშვილი ამ ყველაფერს რო იძახდა ცალსახად დიდი ალბათობით ელოდა კიდევაც იმას რომ დაიჭერდა ხო რა თქმა უნდა შეიძლება ზუსტი თარიღი არ იცოდა როდის დაიჭერდნენ მაგრამ გამორიცხულია რომ შენ ამ ქვეყანაში იძახდე რომ მე მშვიდობინად დავამხობ რევოლუციას მოვახდინე ამ ქვეყანაში და არ გქონდეს დაშვებაც კი იმის რომ შეიძლება დაგიჭირონ ხო როგორც კი მაგდას 9/11-ზე ხო როგორც კი მაგდაშვებას გააკეთებ იმ წამსვე შენ თავში იბადება რა მოდი ბეიბი გეგმა მქონდეს ხო დიახ რაც ლოგიკურია რომ ლევან ხაბეიშვილი დიდი ალბათობით აქვს და არ ხო ანუ დიდი ალბათობით არა აქვს არა მარტო ბე კიდე იქნებოდა რა თქმა უნდა ამიტომ ხო ანუ რა სისულელი არის ხლა იმაზე რაღაც ტირილი რომ აი მე ლევან ხაბეიშვილი დაიჭირეს და დავიღუპეთ და რაღაც ისეთი რა ვიცი მე ანუ მე მგონი რომ ზუსტად გეგმის ნაწილიც კი შეიძლება და ყოფილიყო ის რომ ლევან ხაბეიშვილს დაიჭერდნენ ხო რა თქმა უნდა კი ბატონო და ეს ჩანს კიდე სხვათა შორის ერთი რაღაცით რომ როგორც კი ლევან ხაბეიშვილი დაიჭირეს ერთი რომ ოპოზიციაში რა ვიცი თალსახად ხალხი ამბობს რომ აი ვისი ეშინია ბიძინას და აი ეს არის ლევან ხაბეიშვილი მეორე რა ვიცი მე ახლა მთელი პერიოდი მარტო 4 ოქტომბერზე იქნება ლაპარაკი და იმაზე რომ ლევან ხაბეიშვილი ამის გამო დაიჭირეს ხელი მოაწერეს 4 ოქტომბერს იმას რომ 4 ოქტომბერს იქნება მშვიდობიანი რევოლუცია მესამე ის რომ დაიჭირეს რის გამო რომ 200.000 თავაზობდა ვიღაცებს რაც პირდაპირ საჩენსებს ის რომ ესე იგი ვიღაცები თანახმა არიან 200.000 ხო აი ხლა ეს სამი რაღაც რო გააერთიანო
რამდენი 20 დღე დარჩა 4 ოქტომბრამდე ხო ანუ ეს 20 დღე ალბათ სხვა არაფერზე არ ელაპარაკებს ადამიანი თუ თამარ ჩერგოლეიშვილი არ ახარავინ ხო რა ვიცი გუშინ გააკეთეს ფედერალისტებმა ლაივი ბოკერია იყო ხაბეიშვილის დაჭერას ლაპარაკობდა სულ ხო რომელიც ჩავრთე მაგრამ დამეძინა რა გითხრა და ხო ბოკერიას მოსმენისას დაგეძინა მაგრამ შულდაძის გადაცემაც არა მართლა მაინტერესებდა რა შეწყდა იმიტომ რომ ეხლა რაც არ უნდა იყოს გამოვიდა და ის მაინც თქვა რომ ისო ეხლა მაგის შეთავაზება ვიღაცეებისთვის ეს აბსურდია რომ მაგის გამო დაიჭირო და მეც ვთავაზობო რომ ხელისუფლება რომ შეიცვლება ვიღაცეებს წავახალისებო ფლად 200.000 ვერ შეესთავაზა მაგრამ ბოკერიას ვერ დააცდენ მაგის წახალისება შეესთავაზა რაც ხო რავი ეხლა ვიღაცებს მაგალითად არ უქნიათ მაგ ხელა მხარდაჭერა არ გამოუხატავთ ანუ რამ ესე იგი ფაქტობრივად დაამტკიცეს ის ფაქტი რომ 4 ოქტომბრის ეშინიათ კი ამასობაში ლუნა დამელაძემ გამოაქვეყნა რაღაც კადრები რომ ესენი რასაც იმზადებიან და თან რაყლებს აკეთებენ ეგ ბიჭი რაღაც ბორბლებს დააგორავებენ ეგეთიკით და რაღაცა და თან ბიჭო გაშლილ ველზე ახლა და რუსთაველზე ეგ არ გამოადგებათ არა და თან ბატონო გედედეს თანამშრომლობა რომელიც ამას უყურებ მიიღე რჩევები სუსგან ეხა უყურე რისხობრივ უმცირესობაში ხარ თქვენ გჭირდებათ ვიწრო ადგილი გაშლილ ველზე რო ავარჯიშებთ მაგათ მე ვიწროზე რა უნდა ქნან ეგ არ ეწოდინებათ ავარჯიშეთ ვიწროებში და დაღმართზე ხო და დაღმართზე ხო ანუ вообще აღმართზე ავარჯიშეთ და უფრო ძლიერები აჰა ასწავლი ხო მაგრამ გარდა მაგისა კიდე ეს ახალი მანქანები იყიდე რა ტრაქში უნდა გაიკეთონ ის მანქანები ან რა რუსთაველზე არის 3 ადგილი სადაც შეიძლება მანქანა ყავდეს რუსთაველზე მარცხნივ პარლამენტის მარჯვნივ და თავისუფლებიდან ამოდიხარ რუსთაველზე ეფექტურად მუშაობს 2 ჭავლი და ერთი ის რა ქვია გაზი არა გაზი ხო იმით ის მანქანა რა ყავთ მეორე ხმის ხმას რო უშვებს აი როდის გამოიყენეს ელრადი თუ რაღაცა ეგ გამოიყენეს მაისში ხო მახსოვს მე არ მიგია და ასევე გამოიყენეს თუ გახსოვთ ის რაღაცას რო ანათებდა გახსოვთ ეგ წყლის ჭაუს მოყვება რაღაცა ჭაუს კონ აი ის ჭავლი რო განათებებს აკეთებს ეგ არა ხო ლურჯი რაზე რო იყო ანუ როგორი დამწყები არიან კაროჩი რა ეგ არის ფაქტი აქ და ეგ არის ფაქტი რომელიც უნდა გამახვილდეს ყურადღება რომ უბრალოდ მართლა 4 ოქტომბერს ხალხის გამოსვლა და აოს გაკეთება შეიძლება საკმარისი იყოს თან პაატაბე უჭელაძე მაგას საკარგად აკეთებს კაცი ოპერის მომღერალია ბოლოს ხო დიახ ანუ მაგის ეკეთება საკმარისი იყოს იმისთვის რომ არა ის რა ქვია ხა კობახიძეს შეეშინდება მაგის რაღაცა მაგის არავის არ ჯერა მაგრამ თვითონ გედეშნიკები შეიძლება სახათ გადმოვიდნენ ქართული ხალხის მხარეს ანუ მე არ გამოვრიცხავ იმას რომ 4 ოქტომბერს ყოველგვარი ტყნის გარეშე შეიძლება დასრულდეს მართლაც რომ ბიძინა ივანიშვილი ხო არ ვიცი იცი რა არის ანუ როდემდე გასო ანუ ბოლო რა ვიცი მე რავი ხა მე რომ ნუ გასაგებია რომ პოლიციაში ახლა ბევრი ესეთი ტიპი არ დარჩა რომელიც მაინც და მაინც ეს კეთილსინდისტრა დაასრულებს თავის მომალეობას მაგრამ სულ ყველაფერი დაიკიდო რა და ჩათვალა რომ ჩვეულებრივი თანამშრომელი ხარ რომელსაც რასაც გიბრძანებენ მაგას აკეთებ ოკეი კაი ეგრე იყოს ნებისმიერ შემთხვევაში შეურაცხყოფელი იქნება შენ როგორც ადამიანისთვის რომ ვიღას ტიპმა იქ კადრები რო იყო კალადის ოფისიდან ბოთლები უნდა გესრულოს გაფურთხოს და შენ ამაზე ხმა ვერ ამოიღო და ვერაფერს ვერ ეტყვი და ჩაულებრივი ხო და ჩაულებრივი ქუჩის პანა რო გეუბნება იმას რომ ის რა ქვია ძელი თუ რაღაც ტუბა უნდა მეჭიროს და მე შენიანი ვარ მე ანუ ტიპი რაღაც 20 მეტრი ტიპი რომელიც დადის ეს რა ქვია ჩაჯმული და რაღაცა ტრობა უჭიროს ხელში გეუბნება რომ შენიანი ვარ და თავი დამანებე და შენ ვერ ეუბნები ვერაფერს და შენ მაქსიმუმ ეუბნები რომ ხო კაი ვიცი რომ ჩემი ყველაფერი იმის ფონზე რომ წაიხსენებ ადამიანურად საშინელება არის რა აი ეს კანონი არ მაინტერესებს გაილექს ეყოფა კოდეში ბატონო წამოვა ეგ ყველაფერი ხა რაც შეიძლება ხა თქვი იმის ფონზე რომ წაიხსენებ თავის ძროზე როგორი დაფასებული იყო პოლიცია და პატრული ზოგადად ხო და მე ხა შეშინებული ხო შენი ეშინოდათ ავტორიტეტი გქონდა თან ყველაზე დაბალთანამდებობაზე იყავი ხო მაგ შენი იერარქიაში და მაინც იყო რაღაცა ხალხი რომელსაც შენი ეშინოდათ და ეხა გიწევს რომ დილდოიანი ტიპი გაუშვოს ხო ანუ ხალხს ნამდვილ ხალხს უყვარდი პატივს გცემდნენ და ვირთხებს და შპანას და ბოზებს და მადლობას გიხდიდნენ დიახ ნასეტყებს და დედამოწყნულებს ეშინოდათ შენი და ეხა პირიქით არის ხალხს ზულხარ და შენ გეშინიან ასეთკების და დედამოწყნულების აი ეს როგორ უნდა აიტანო ვაფშე საერთოდ ხო ეს აიშინლება ხდებიან ბიჭო მაგას ნელა მე მგონი ხო არ ვიცი არ არის გამორიცხული ეს ნახსებოდნენ მაგას რომ შეხუარ გვაქვს ხო რავი ნორმალური ადამიანი ამას უნდა ხდებოდეს კი და თან ანუ ამის ეს ხო არის ნუ შეიძლება მძღნელში იყო რაღაცა და აი გაწუხებდეს ეს მაგრამ რაღაცა კანალიზაციის გზა გქონდეს რა რომ აი რაღაცა რა ვიცი მე
არ ვიცი, ხალხს ჯარი იმას დაუწერდა რაღაცა, მაგრამ ეგ რამდენი ხანი გეყოფა? ანუ რამდენი ხანი დაგაკმაყოფილებს ეგ. ანუ ვიღაცა ჯარი იმას დაუწერ, მე თავში წამოვარტყამ ვერბალურად, გადმოდი ერთი მანქანიდან გაშმონავ რაღაცა, აჩვენებ ვიღაცა პროლეტარს აჩვენებ, რომ შენ ეს ახლა რა ქვია, ავტორიტეტი ხარ. საქმეს აკეთებ და ავტორიტეტი ხარ. მე მიხვალ იმაში რა ქვია, უკან დაბრუნდები, ოფისში რაღა იყო და განყოფილებაში და მე იქ ვიღაცა სპანაში ისე რომ იყურება ვიღაცა შემოდი აუ ჩემი კალნაძის ბანერი გათხაპნა ელენე ხოშდარიამ და დადექი რა იქ და შეიძლება დადგე იქ მე და რაც მე სიმართლეა ახლა ამ წამს ხდება ეგ რომ კალნაძის ოფისის გარეთ ბანერის დასაცავად თითო ბანერზე დგას ერთი პატრული საპატიო ყარაული ხო ეს ირცხვი ბუკინგემის სასახლეს და როდან ჩემო საყვარელო ცოლდაშვილო დღეს ვერ გნახავთ კალნაძის ბანერთან დავგი ხამე მაქვს გასათევი და პრემიერა არის თუ მოგხსენე საერთოდ პრემიერა 100 ლარი მაგისტრის ხო არა მოვალეობის შესრულება მადლობა თქვენი სამსახურისთვის მადლობა თქვენი სერვისისთვის არა ხო წაგიგულია მაგრამ მე ისე ხაბეიშვილს ამბავს მე დაუბრუნდი და სხვათა შორის ძალიან კარგი სტატუსი დაწერა იმან რა ქვია გიანოდიამ და თქვა რომ ქართულ ოცნებას ცალსაღად ეშიდია 4 ოქტომბრის რაც არ და სჯერა იმის რომ 4 ოქტომბერს შეიძლება მშვიდობიანი რევოლუცია მოხდეს როგორც ამას ლევან ხაბეიშვილი ამბობს რისიც ცალსაღად არ სჯერა ქართულ ოპოზიციასო და რაღაც ესე აქტიურად ჩართულ ტიპებს იმაში რა ქვია და მადლობა ღმერთს რომ ქართული ოპოზიცია ამას არ ყველას საინტერესო ის არის რომ ყველა ნაბიჯი რომლებიც ქოცებმა გადადგეს ხაბეიშვილის 4 ოქტომბრის წინააღმდეგ პირიქით წაადგა 4 ოქტომბერს და თვითონ ითხრიან სამარეს თავის ხელით რა დაცინვა მე ვოლსკიმ თქვა მე მგონი თუ მშვიდობიანი დამხობას ეცდებიან მშვიდობიანად დავიჭერთო და რაღაცები და ნებისმიერი ნაბიჯი რაც გადაიდგა ხაბეიშვილის წინააღმდეგ იყო პიარი 4 ოქტომბრის. რომ ის მოხდეს 4 ოქტომბერს რაც უნდა მოხდეს. აი 4 ოქტომბერს ვერაფერს ვერ აკეთებენ 4 ოქტომბრის გასაშავებლად, ვაფშე ვერაფერს ვერ აკეთებენ და ეგ ცალსახად ცხადყოფს იმას, რომ ბიზნა ივანიშვილი რითაც ასე რომ თქვათ იგებდა ამ მთელი დროის განმავლობაში იყო ის რომ შუა იკრიფებოდა, როგორც თვითონ დაგვირდა რომ შუა გაიკრიფებაო. ოღონდ ეხა პირველად გამოიკრიფა აქეთ. ჩვენ მხარეს, ქართველი ხალხის მხარეს, ნაციონალური მოძრაობის მხარეს. სულ ხაზარაძემ თქვა ეგ 2000 აი რუსული კანონის აკეთების დროს ხაზარაძემ თქვა ეგ. შუა უნდა შეიკრიბოსო. არა, შეიკრიბოს კი, მაგრამ ეხა გაიკრიფა. აჰა. ხაზარაძეს ძალიან უნდა რომ შუა შეიკრიბოს და გონია რომ მაგით მოიგებს თბილისს მაღლაზე ამ გამოგლეჯს დაიკრიბა იმ გაგებით რომ ანუ რაც ანუ ყოველთვის ესე იყო 2016-ში აი მაგალითად აუ ისე ნაცები თუ კოცები რა თქმა უნდა კოცები 2017 წელსაც ესე იყო ისე ნაცები თუ კოცები ასე 18-ში მეორე ტურში ეგრე იყო ნუ მან მე მიახმარეს ეს რა ქვია კარტოფილი მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გაიკრიფა კოცებისკენ რაღაცა 20-20-შიც, 20-21-შიც და 20-24-შიც. ოღონდ 20-24-ში იმენადე და მოიტყნეს ისე გააყალბეს. და ეხლა უკვე ნუ არჩევნები რახან არ არის, კარტოფილით და იმით ვეღარ გამოკრებ აქეთ შენ შუას და დაგენძრა ბიძინა 4-ში მშვიდობიანად. ხო და რა ვიცი, არის. ცოტა მე ფრთხილად ვიქნებოდი ბიზნეს ადგილზე. ოღონდ ბიზნეს ადგილზე რომ ვიყო ეხლა დავიწყებდი უკვე ვაჭრობას აქეთ. აი იქნება რამენაირად კობახიზე გამოვუშვა თქვენთან დავტოვო ესენი მე გამიშვათ საფრანგეთში იქ ვიყო მოქალაქე არის ბოლო და თქვენ რაც გინდათ იქნიათ კაცო აი მე ბიზნესა რო ვიყო ამას გავაკეთებდი ვაფშე 10 წლის წინ მაგრამ ეხლა აქვს ბოლო შანსი თორე მე უნდა გაიქცეს რუსეთში რაც არ უნდა ის იყოს ანუ სასაცილო იყოს მაგალითად და ტრაგიკული იყოს ნებისმიერ ეს მცდელობა იმის რომ პროტესტი ჩაახშონ ხდება ისე რომ შეიძლება მაგალითად რა ვიცი მე 10 ადამიანი თუ გამოდიოდ ქუჩაში გამოვიდეს ახლა მაგალითად 5 მაგრამ უფრო გარადიკალურებული ვიდრე მაქამდე იყო რა კი რა თქმა უნდა და ბოლო აუ ვაიმე ის ნახეთ გედევან ფოფხაძის ვიდეო ნახეთ აუ გედევან ფოფხაძე ხო იცი რამდენი ხანი იყო კოცებში რა ხო წამოვიდა ხა კოცებიდან და რაღაც ვიდეო იყო ჟურნალისტი ლაპარაკობდა რაღაცებს და აი ბიძინა ივანიშვილიო დაწვანა ფეხებზე მკიდიაო რას უნდა ისო აუ გედევან ფოფხაძე რომ მაგასი აი ხო უნდა მიხდე რომ სათხარ რომ აი როგორი კაცი ამბობს შენზე რომ აი თუ დაწვამე და მოკლავე ფეხებზე მკიდიაო რა ეგა ბესელიას იდეოლოგიური ძმა ხო აი წარმოიდგინე აი ეგეც კი გაამწარა ხო კი ბატონო ესე შეხედე მაგას შვებიან უკვე მატერიალები აი ეს გოგოები რო ცემეს წეგარას ლაპარაკობდის ცემეს და მე ისე მოხდა მეორე დღეს ეს რადიკალები დაბრუნდნენ მე პროტესტზე ხო კი ვიღაცა რადიკალი ჯგუფები არ ვიცი ვიღაცები ხო მე ვისაც არ ვიცი არც ვარ წევრი მაგანაც კიდე 4 ოქტომბრის თამას ააწია მაგ ცემამ
ხო, კი. და იმათმა გამოსვლა მე ის რადიკალები რო გამოვიდნენ, მე კიდე სხვებს გაუჩნდათ იმედი, რომ 4 ოქტომბერს ესენიც თუ გამოდიან, მაშინ მეც გამოვალ და ჯაჭვური რეაქცია მოყვა. ვიღაცებს ქონდათ სხვათა შორის კუილები, რომ ეს რა ქვია, ვიღაცებს ქონდათ კუილები, რომ ესაო რა ქვია, ნიშნავსო, რომ აი ხაბე რო დაიჭირეს სუსთანო რატო არ მივიდაო ესა რა ქვია, ხალხიო რა. იმაში რა ქვია, Facebook-ს წავიკითხე რამე ხო. ანუ ხალხი ეგ 20 ოქტომბრის მინუსი სხვათა შორის ეგ არის, რომ 4 ოქტომბერს რო ელოდები, იქამდე არ გარისკავე ხა არაფერს, რომ იქამდე დაგიჭირონ. ან იქამდე მოხდეს რაღაცა, ელოდები 4 ოქტომბერს და 4 ოქტომბერი არის ის არო ჩვეულებრივი ამბავია რა, ვიღაც რო სტატუს-კვო. ვიღაც რო გეუბნება რაღაც თარიღს, შენი ტვინი ავტომატურად გადადის იმ თარიღზე და აღარ ფიქრო. ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ხო, ეგ არ ნიშნავს იმას, რომ რა ვიცი მე არ მეწყინა მაგალითად ის რომ ლევან ხაბეიშვილი დაიჭირეს ან არ გაუბრაზდი. უბრალოდ ის არის რომ საღამოს რა შემიძლია გავაკეთო, რავი მე დავისვენოთ ჩემო ჯახთან ვიყო თუ წავიდე იქ რაღაც მოდულის შენობაშთან, ხო ალბათ ავირჩევ რომ სახლი დავრჩე, იმიტომ რომ ეს არ არის მთავარი ბრძოლა ჩემთვის, იმიტომ რომ მთავარი ბრძოლა არის 4 ოქტომბერს. რა ვიცი, საშუალო სტატისტიკური ადამიანის ტვინი რომელიც 4 ოქტომბერს ელოდება, სავარაუდოდ ეგრე მოქმედებს და ლოგიკურიც არის რომ ეგრე მოქმედებს. 4 ოქტომბრის პლუსი კიდე ის არის, რაც ყველა სხვა დღეებთან შედარებით, რომ ან კვირეებთან შედარებით არის ის, რომ 4 ოქტომბერზე შენ იცი რომ რისთვის მიდიხარ იცი რომ მიდიხარ მშვიდობიანი დამხობისთვის და მშვიდობიანი რევოლუციისთვის. იცი რომ მიდიხარ იქ გიქვენება ზურგი მთლიანი პოლიტიკური ესტაბლიშმენტის. ახლა უკვე იძულებული არის ზოგი ძალიან არ უნდოდა რომ ყოფილიყო ამ ზურგში, მაგრამ ახლა გიწევს რომ უწევთ რომ იყვნენ. ანუ აქამდე იყო რომ მიდიოდი იქ და ითხოვდი ან პოლიტპატიმრების გამოშვებას, ან ვადამდელ არჩევნებს, ან ახალ ცესკოს, ან სამივეს ერთად და ეს აქედან არც ერთი არ არის რეალური მიზანი. რევოლუცია მშვიდობიანი არის ნამდვილად არა ისეთი როგორც ნეპალში იყო. დიახ. და მაგასაც ვიტყვი ხა ეს. ანუ ეხა გაქვს ესა რა ქვია მიზანი ძალიან კაფიო და სწორი თან და მეორეც ერთი ახლა ყავს ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ახლა იქ შეიძლება არ იყოს, ვეღარ იყოს 4 ოქტომბერს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც იმან შენ მოგცა გამარჯვების იმედი. ის გითხრა რომ ლევან ხაბეიშვილი შეიძლება იქ არ იდგეს, მაგრამ შენ იცი იქ რომ ლევან ხაბეიშვილმა შთაგაგონა ის რომ შენ შეგიძლია გაიმარჯვო და ეს ლევან ხაბეიშვილმა ნამდვილად გააკეთა. ეხლა ვიღაცებს კიდე შეიძლება უთხრებათ აუ ხაბენო ავიცი ნუ ლეზე მეწყვიტე შენ კერძოდ ძალიან უმცირესობაში არის ხალხი რომელიც მაგას სახის რომ ფუ ნაცები და ფუ ხაბეიშვილი, იმიტომ რომ მოიფიქრეს რომ ეს რაღაცა პერსონები და პარტიები უნდა გადადონ, იმიტომ რომ საერთო მტერი ყავს ვიღაცა. Yes. დავიდა მაგათ ჭკუამდე. და ამის მოდი ესენი მოვიშოროთ და მე ჩვენ დავждეთ და ვილაპარაკოთ. ეხლა ნაცები ჯობიან, ლელო გახარია თუ ასე შემდეგ, ნაცები ჯობიან. ანუ ცალსახად ხალხ ლევან ხაბეიშვილმა შექმნა ეს. ანუ ლევან ხაბეიშვილმა აიღო დროშა და თქვა რომ ამ დროშით მოდით 4-ში და ამ დროშით წაუძღვა იმას რომ გადაირეცხა ყველანაირი პოლიტიკა. აქ ესე უნდა აღინიშნოს რა, ეს ქართული ოცნება იმის შიშით რომ არ მომხდარიყო ვარდების რევოლუცია კიდევ ერთხელ. ფაქტობრივად თუ კიდე გააგრძელებენ ლიდერების დაჭერას, გარანტიას უკეთებენ საკუთარ თავს რომ მოხდება ნეპალი. ანუ ესე არის, ანუ 13 წელია ებრძვიან ნაცების მოbrunებას და ეხა ფაქტობრივად გარანტირებულია რომ ნაცები მოbrunდებიან, იმიტომ რომ როგორც კი ქართული ანუ დღეს ჩანს, პრინციპულად ჩანს, რომ ერთადერთი პოლიტიკური ოპოზიცია გახარია ვინ შემეყლია საერთოდ არჩევნებში შევიდა, ლელო ეს სასაცილო რაღაცა კონგრეგაცია დაიშალა კიდევაც და მე ხა კიდე არჩევნებში შევიდეს, ახალი ვაფშე აღარ არსებობს ფაქტობრივად, ჰელენა ხოშტარია დარჩა მარტო, რომელიც დროა და არა ახალი და ვინ არის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ნუ ხა სიტყვიერ დონეზე მაინც თავში ლევან ხაბეიშვილის გამოისობით თავში უდგას აი ამ მოძრაობას, რომელიც სინამდვილეში არაპარტიულია, მაგრამ ხო იკითხება ქვეტექსტი აქ რომ ნაციონალური მოძრაობა არის ის რომელიც ქართულ ხალხს მიუძღვის წინ გამარჯვებისკენ. ხო და თუ გააგრძელებენ ამას და ნუ ხო ის თქმა მინდოდა რომ ეხლა ესე გამოჩნდა რომ ფაქტობრივად გარანტირებულია რომ ქოცები როგორც კი მიდიან ნაცები ბრუნდებიან. თან არა რაღაც ყლეობა კოალიციით და მოდი ეხლა იმასთან გახარიასთან შევკრათ კოალიცია და ცოტა ლელოც დავიმატოთ რა. არა, იმენა ნაცები ბრუნდებიან რა. მადლობა ღმერთს, მაგრამ გარდა მაგისა, ეხლა თუ გააგრძელებენ, მაგრამ პატა ბურჟლადოს თუ დაიჭირეს ისე ზოდელოა თუ ისე შეაბრუნეს, კიდე რაღაც ვიღაცები თუ დაიჭირეს, რომელსაც არ დავასახელებ ახლა ესენი ხალხი დაიჭირეს. გარანტიას იძლევა რომ მართლა ზუმერების რევოლუცია დაგხვდება 4-ში. და მე უკვე ნეპალი ესე მონაგონი იქმნა. ხوان ბურჭულაძემაც თქვა, რომ ესენი ლიდერები თუ დაიჭირეს და მასა თუ გამოვიდაო მარტო ხალხიო
და რაღაც მიმართულება თუ არ მიცა ვინმე ლიდერი თუ არ ყავდა მასას მეც უდ რაღაცეებს იწყებს. იმიტომ რომ არავინ არ გეტყვის რომ არ დაწვა ის და ის არ გააფუჭო და რაღაცა რა. ბრბორო ხარ, ბრბო ესე უხეშად რო ვთქვას თორე. არა, ბრბო არის ხო რა. არა, ნებისმიერ უმართავმასაც ბრბო ჰქვია ხო ეხლა და. ბრბო რომ მიდის ანადგურებს ყველაფერს თავის გზაზე, ამიტომ არ გინდათ ლიდერების დაჭერა. ხო, არ გაწყობ თქვენ სისულელია ხო, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში, ანუ ყველასთვის არ არის, ანუ მაგათთვის უფრო უარესია, იმიტომ რომ კაი, დაუშვათ, დაიჭირე ხო ეს ლიდერები. მე ანუ ვინ არის მინიმუმ ის ტიპი, რომელიც ეთქვი რომ ეხლა კარგი მე წავალ და თქვენის რაღაც ანუ აქ სამართლიანობა აღადგინე. ეგ ტიპი აღარ ყავს და ვინ ახდენს სამართლიანობას ხო? დარჩა ხალხი და ეხლა რა ჩემი მტერი ჩავარდი ხალხის ხელში. ანუ რა ვიცი, ანუ ძალიან ტრაგიკული იქნება ეგ მაგათთვის. რა და საერთოდ რა ვიცი მე, ანუ ქვეყნისაც ცუდი არის საბოლოო ჯამში რაღაცა იგეთი რო ხდება და რა ქალაქი რო იწვის რა ვიცი მე იმისთვის არის კარგი მაგრამ ქალაქში რა იწვის გააჩნია მაგრამ ხეს სხვა საერთოდ არა ნებისმიერ შენობებში რა დაიწოს ხო არა ძალიან ტრაგიკული პარლამენტი რო დაიწოს მაგრამ უმართავი პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში უფრო ცუდია ვიდრე მართვადი მაგალითად მშვიდობიანი რევოლუცია რომელზეც ლაპარაკი არის აქამდე რა არა ცალსახად აბსოლუტურად მაგრამ მე ერთ ამბავში უფრო ანუ სხვანაირად უყურებ რომ თუ ეს რაღაც 4 ოქტომბრის ამბავი რა ხდება რა როგორც რა ვიცი დაგეგმილი არის ისე 4 ოქტომბრის მერე არ არის ჩემი აზრით მაინც და მაინც ის რო ნაციები ბრუნდებიან ესე პირდაპირ იმიტომ რომ აი ხა ნუაწყნარებ ვიღაცებს ეგრე არის არა სხვა რაღაცას ვამბობ რა ანუ ნებისმიერ შემთხვევაში რავი მე პირიქით რავი ჩემთვის კარგიც იქნებოდა ის რომ გაიჩიტოს რავი რაღაც ახალი რაღაცა რა რავი არა მაინც და მაინც 12 სართული არა მაგაგებით რა ანუ რა ვიცი ანუ არაფერი ახალი არ გაიჩნდება რაღაცა ეს ხო გადაწყდა ახლა ბევრმა გაიგო მიხვდა დაიჯერა და არანაირი პრობლემა არ აქვს მაგასთან რომ ეს არის მიშას თაობა და მიშას თაობა მიხვდა იმას რომ ანუ ის კაცი არ იყო ის რასაც აკეთებდა. ხო, უბრალოდ მე ნებისმიერ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ რაღაც ეგრეთ წოდებული ახალი პოლიტიკური კლასი შესაქმნელია და შეიძლება არა, ახალი პოლიტიკური კლასი ცალსახად შესაქმნელია. ახალი პარტია არა, მაგრამ ახალი ნაცები შეიქმნებიან. ხო, კი. ხო, მე იმას გულისხმობ, რომ შეიძლება პირველი 4 წელი ეგ არ იყოს რა, რომ ხა პირველი 4 წელში არ მოხდეს ეგ რა, მაგრამ საბოლოო ჯამში ცოტა უფრო long term-ში საბოლოო ჯამში ეგ არის რომ ახალი პოლიტიკური კლასი უნდა შეიქმნას. ახალი პოლიტიკური კლასი აუცილებლად შეიქმნება და დაჟე 4 წელიც არ დაჭირდება. პირველი ვერა 2026-ში უკვე იქნება ახალი პოლიტიკური კლასი, იმიტომ რომ აი ამ პოლიტიკურმა კლასმა, კონცეფციას გულისხმობ, ოპოზიციას გულისხმობ, აჩვენა ის რომ ფეხს ითრევდნენ 4 ოქტომბერამდე, სანამ ხალხმა ეს ყურით არ მოიყვანა და არ დაარტყმევინა თავი, რომ გვინდა 4 ოქტომბერი. ლევან ხაბეშვილს არ გულისხმობ, რომელსაც არც აქვს ამბიცია, რომ კონცეფციის წასვლის შემდეგ იყოს რაღაცა, სადმე რაღაცა. ახალი პოლიტიკური კლასი ბუნებრივად შეიქმნება, იმიტომ რომ როგორც ყურით მოეცხრეთ ეს დებილები და დავარტყმევინეთ თავი და გვიხარით რომ გვინდა 4-ში ცვლილებები, შეიძლება ითქვას რევოლუციური ცვლილებები. იგივენაირად 5 ოქტომბერს ვეთქვით რომ აი ხა გააჯვით სახში, თქვენი დედა მოვტყანს ყველასი ვაფშე და დიდი ნახვით. და ისინი იძულებულები იქნებიან, იმიტომ რომ გავქნა ხა CSKO-ს იმაგას არავინ არ ჩააბარებს და თავრობას არავინ არ ჩააბარებს და შესაძლოა მაინც ჩვენ ავირჩევთ ვინ იქნება ეს რამ პოლიტიკურ კლასის წევრი. Discord-ში ავირჩევთ კი ბატონო. CSKO-ს Discord-ზე გადაწყდება ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი. ამიტომ აი შე რომელიც CSKO-ს Discord-ზე არ ხარ ახლა ბევრს გამოტოვებ. და შენ თუ გინდა რომ საქართველოს მოვალ პრეზიდენტი იყო, რაში გაწევრიანდი შანსი მაინც მოგეცემა რომ გაწევრიანდეს CSKO-ს Discord-ში, რომლის ლინკიც არის ხმის მიცემის საშუალება მინიმუმ გექნება. სიცოცხლე ძალიან კარგი წესს ყავს და ჩვენ ჩაგვიტარებია დემოკრატიული არჩევნები და შედეგიც ძალიან კარგი დადგა. მაგრამ ამავდროულად მე მინდა ხისა კონცეფტს როგორ ეშინიათ 4 ოქტომბრის კიდე ერთ და რეები გამოაგორეს ბიჭები უკრაინელებს შემოაქვთ ტროტილი რაღა იყო და ჰექსაგონი თუ რაღაც ჯანდება და კოკაინთან ერთად და თან ბაჩუახალაიას მაკეტი დგას სახში და დადის ესე და უყურებს აღარ ისმის შენი დადის ესე და გვირაბია აქედან შემოული ეს პატარა ხაბის სათამაშო აქ იქ და იქიდან ევრება და არა უშოს კაცო მაკეტიც ესე იშლება ხო აი რაყლეობა ახლა ამის ეს მოიგონეს კონცერტმა რომელსაც რასაც პროცებიც კი არ შეჭამენ სიმართლე ვთქვათ მოდი ხო და ეშინიათ არა ეგ ერთი და მე პირიქით მაგაიგეთო დაიჭირეს ორი უკრაინის ეს რა ქვია მოქალაქე და ეს ორი უკრაინის მოქალაქე არის ოფიციალურად SBU-ს თანამშრომელი. კონტრაქტებში უწერა რომ დიახ მე ვიშავ უშროებაში და მე ვარ მძღოლი. ანუ
ის რაც არასდროს არ არის უშიშროება. არა, ძმა, ესენი პატიოსანი ეს დროებია და აღარ დამალეს. ესენი კაცი ძმა არის ყובה. და ვინ ამოთხარეს ბიჭო? ამოთხარეს რა, გია ლორდკიფაიძის სახელი. არ ვიცი. საიდან დადროპეს ბიჭო მარფა რომ აი გია ლორდკიფაიძე აკეთ. გია ლორდკიფაიძე არის უკრაინაში, ეს რა ქვია, SBU-ს ბუდანოვის მოადგილე და არის 2018 წლიდან. და რავი, გია ლორდკიფაიძე არის ის ალბათ რა ვიცი, ჩვენი ქვეყნის 3%. ხო. არა, და თან მან დააღრე რა არიცი? ეს გია ლორდკიფაიძე და SBU-ს ხოტენიან ამ ყველაფერს. მაგ ლორს ავითარებენ რომ უკრაინელებს უნდა თაქ არეულობა. ხო, უკრაინელებს უნდა თაქ არეულობა. ზელენსკი უკრაინელებს აქ რამე რომ დომოდათ, ძალიან ცუდია რომ არ უნდათ, მაგრამ უკრაინელებს აქ რამე რომ დომოდათ, ბიჭო. ირკუტსკში ააფეთქეს რუსეთის ისა ატომური ფლოტი. საჰაერო ფლოტი. დედა მოუტყნეს 1/3 გაანადგურეს. ბიძი და ივანიშვილი და მამუკა მდინარაძე გააჩვენებენ, ახლა SBU-ს საქართველოში რამე რომ უნდოდეს? აი ეს ხოცები deep state დედა უტირეს ეგერი SBU რა. მასონებს დედა მოუტყნეს. არა, ძმაო, ახლა ქართულს ემაც ასად იბრძვის. აი ვის ჯერა მაგის, აი კოცებიც კი არ დაიჯერებენ მაგას, რომ უკრაინელები ცდილობენ საქართველოში ტროტილი მისცენებას რა. ქვენ ბაჭო ახალაია, რომელსაც მაკეტი უდგას სახში. და ამ მაკეს აულაბარში ააფეთქებს რაღაცას 4 ოქტომბერს. და კოცები ადროს ვაიმე ასე რომ გაიხედავენ, ადროს ლევ ხაბიშვილი გამოვარდება ცეხიდან და თაღში ჩაარტყავს. აი ვის ჯერა ხა მაგისი. რა ყლებობა. სუდი სიზმარი ნაწეს. ხო, ენა ფივერ დრები არის, სიცხე რო გაქვს და რაღაც ყლებები რო გესწრება. ეგ არის სულთა რომ ეგ გეტყვი რა, საბოლოო ჯამში ალბათ სავარაუდოდ, ანუ კოცები არიან რეალობას მოწყვეტილი და ეს რა ქვია, რა სტრატეგიით თამაშობენ ახლა რომ რასაც აი შენ რაც ახსენე რა წინაზე რომ ვაიმე ნაცები ბრუნდებიან, ტაიფშიც აწვევიან რა და აწვევიან იმას რომ რასაც ყოველთვის აკეთებდნენ რომ ეს რადიკალიზაცია საბოლოო ჯამში ამ შუა ტიპების ქულებს ჩვენ ჩაგვირიცხავს და ხო, არა ეგრე. ეს რადიკალიზაცია ახლა იმ დონემდე მივიდა ზოგადად ხალხში რა, ჩვეულებრივ ადამიანში ეს ხო არ არის რომ ვიღაცა ნაცს ეზიზღები, ეს არის რომ ქუჩაში რომ გავდივარ და ტიპი რო არის რაღაც ბუდკაში გაზეთის განყიდველი, იმას ეზიზღები, ის რომ მიყურებ შეიძლება დამახჭოს. მაგამდე დავიდა და ეხლა შენ თუ გინდა რომ ის შეაშინო იმით რომ ვიღაცა აპირებს იმას, რაც შენ გინდა სინამდვილეში, ანუ რავი, ანუ ვისაშინო და რითი? ნაცები ბოლეთ რევოლუციას ხო, რავი, ის ტიპი ბოლო იტყვის რომ კაი, მეც ნაცი ვარ და მეც ეგმინდა, მაგი დამთავრდება. ხო, ანუ არის ეს მრავალჯერ ნაცადი ხერხი აქვს, რომელსაც ეს პიარ ხერხი არის, რომელსაც ვინე უბნება მაგათ რაღაცა უცნაური გვარი აქვს იმ ყველა ადამიანს რომელსაც არ დაასახელებ ხა რა ეთნოსის არის მაგრამ ისე უბნება რომ ეს ნაცებს შეტე ნაცებს და ამასობაში გამოჩნდა ის რომ ამ ხალხს კი ნაცები ვარ ჩვენ ეხა ეუბნებიან რომ ნაცები მოდიან ვაა კაიტო მე გაგახარებს ღმერთი გამოდივარ 4-ში მაშინ ხო არა სისულელე არა ხო გახარიეთ მაგას აწובה რეალურად ეხლა რომ აი ვაიბე რადიკალიზაცია არ გვინდა და რავი ერთადერთი მართლა აი რა ვთქვა და ნაციებზე კარგად აკეთებს ხალხის რადიკალიზაციას უკეთესად ახდენს ქართული ოცნება ვიდრე ნაციონალური მოძრაობა აი რავი მაგაზე უკეთ არავინ არ მუშაობს დღეს ხალხის რადიკალიზაციის უბრალოდ დაეტიონ და არაფერი რო არ გააკეთონ ბევრად უფრო უკეთესი იქნება მაგათთვის ყველაფერი მაგისკენ მიუჩნდებს ხო ეგ ექნებოდა საუკეთესო სტრატეგია ალბათ რომ აი როგორც კი დაანოს ხაბიშვილი ვაფშე არ მიექციათ ყურადღება დაეკიდებიათ ეს ილაპარაკებდა თავის რაღაცას და ბევრად ნაკლები ხალხი გამოვიდა და 4-ში ვიდრე ახლა როცა აშკარად პირველი შეტევა იმათგან იყო ხო და თან ხაზი გავუსვეს იმას რომ 4-ის გვეშინია ვაი ხო და წარმომიდგენია რამდენმა თქვა რომ იმ 200.000 ავიღებო просто ესე საძმაკაცო შიგნით და ესე რა თქმა უნდა თავის შეხა ჩვენ ხო ვიცით რომ 200.000 კუში არის ანუ რეალისტური კუში ვიღაცები გაყიდულ ვიღაცა გაყიდულა გეზედიდან 200.000-ად მეტ აღარ ვიტყვი ხო ხო ანუ ესე არის რომ ვიღაცას აღებული აქვს რომ რატო უნდა ვიღო ფიქრებს გედედეთან თან ვიღაცას რომელიც შემზე ბევრად მაღლა იდგა თან ბიჭო ტუალეტები აქვს 200.000-იანი ვიღაცებს ახლა დავასახელებ ის და კი იმას რომ მოპარო ფულს ჩამოართო რა ყველა გედედეს თანამშრომელს მიცემ 200.000 და ხურდად აღრჩება ნაყინისთვის ამიტომ ძვირფასო კოცებო ბოდიში კოსი არ ვიცი რა არის ძვირფასო კოცებო თქვენთვის უკეთესია რომ ვაჭრობაზე გამოხვიდეთ აგე მე დამიკავშირდით
და მე გეტყვით მე რა უნდა შესთავაზოთ ვიღაცებს თუ კიდე მე იმათ მე დავკავშირდები და აი ესე გაზ შუამავლის პულს აი სანამ შეგიძლია რაღაც პროცესს ავიღებ თუ კიდე თქვენ არაფერსაც არ ავიღებ ის კარები ღია იყო თუ მე მგონი მივიდა მიზიდა მოვიდა ანუ ვაჭრობა ვიცხა ვაჭრობა როგორც კი ახსენე არა ძალიან საცილოა რომ მართლა მე იმას მინდა დავუბრუნდე რომ კოცები თვითონი ჩალიჩიბე ყველაფერს ბიჭო ანუ ქართულს წარმოიდგინე რა ქონდა რომ საქართველოს ნაკრები ეს რუსული კანონი ხო იმის ვერ მოხდა რაც უდიდეს წარმატებას მიაღწია ნაკრებმა რა ვიცი ეს ნაკრების ეს წარმატება რომ სადამდე მივედით მეოთხე ფინალამდე ეს ეყოფოდა ქართულს ალბათ შემდეგი 4 წელი რომ იქნებოდა ბედნიერი ხო რა ხო გავედი ეს მო რა ბაზარი არა ეს მოუკლეს და რუსული კანონი გამოვიტანეს მე არჩევნები გააყალბეს და რა ვიცი მე რამდენი კაცი გამოდიდო ქუჩაში და ეს არ მოგწოს ეს ცოტა ქუჩაში მოდი ევროკავშირზე ვარი თქვა უფრო უარესი და გამოიყვანეს ამდენი ხალხი 1000 სპეცრაზველებს 500 კაცი რა ვიცი მე დაიჭირეს სისხლის სამართლით 60 კაცი და ეხლა კიდე უარეს რომ მოდი ის კაცი დავიჭიროთ რომელიც ამ ქვეყანაში ფილობია რევოლუციას აპირებს და ეს ალბათ არაფერს არ გამოიწევს არა მართლა სიცილოა ბიჭო რავი ის კოცი არა ჩავცხრილოთ შემდეგ რავი რაღაც სისულელე სიტყვიან კიდე უი ხო რა ვიცი შემდეგ რა შეიძლება იყოს ღარიბაშვილს ექნება რაღაც ჩანაწერები და გამოუშვებს რაღაც სადაც ბიზნესი ღარიბაშვილი ცნობილი როგორც ჰაკიმ ფაშა და დააგდებს რამე დადროპავს აი რა შეიძლება ქონდეს რა ღარიბაშვილს რომლიცაც ანუ მაგ ენგლზე არ გვისაუბრია რომ აი ბიზნეს ინდუსტრიაში ხა ღარიბაშვილს ევაჭრება და თან ემბრძვის რომ რაღაცები არ გამოხდეს. აი რა შეიძლება ქონდეს ღარიბაშვილს? დიდი ქართველი მეოჯახის როაშვილის მამის ჯუანშერ ბურკულაძის დაჭერა თალსახად ღარიბაშვილის თავდასხმას. არა ჯუანშერ ზაღოლ ხა როაშვილი ხა არიულ რასას იხსნის ფაქტობრივად. არა მარტო ჯუანშერ. არა ჯუანშერი ძალიან საყვარელი კაცია როაშვილის მამას მივშობ ციხე. და მე არ ვსჯერა რომ ჯუანშერ ბურკულაძე აი ეგეთი კორუმპირებული იყო ქართულ ოცნებაში სხვებთან შედარებით. ხო სხვებთან შედარებით რა. მე პირიქით იმიტომ რომ სხვაზე მეტი ჭირდება როაშვილია საჭმელი ძმაო ხო ხო მაგრამ რავი აი ჯუანშე რავი ნორმალური ტიპია როაშვილს როასახლი გინდა როამანქანა როგორც ამბობენ რა ვიცი ახლა როგორც ბაბელში ჭორავენ ეს პირდაპირ ღარიბას მოყვანილი ტიპი იყო რა ანუ ტიპ სტეიტი თავის თავს ელაპარაკება არ ვიცი ხო ნუ მოკლედ არა ჯუანშერის არ ვიცი მაგრამ ღარიბას შეიძლება ქონდეს რა ვიცი მე ის ვიდეო ხო რა ქვია ბიზნეს სახლში რო არის გადაღებული ბუშტი რო უდევს ყლის ადგილზე და ბერას რო აწვდის პირში პირდაპირ ეგ ხო გაბაზრდა კაცო რა გაბაზრდა აბა რა ეგ ვიდეო არ გახსნა ნახე ხო ხო ანუ ვიდეო გაბაზრდა რა ეგ 2012 წელსაც იყო ეგ ვიდეო ძველი ვიდეო რო არის რაღაც birthday party რო არის კი ხო ყლის ფორმას რო იღებს ბუშტი და ოჯახის წევრი და ოჯახის წევრამდე რო გადააქვთეს. ხო და ეგეთი რაღაცები ბიზნესი ექნება, ესე რა ვქო, ძალიან ბევრი და ძალიან ბევრად უფრო აღვირახსნელი და დიდი ალბათობით ღარიბაშვილს ეს აქვს. მithumetes უნდა აღინიშნოს რომ ღარიბაშვილი ის იყო რა ქვია პიერ რიშარი იყო ვერასთვის. როგორ რა ქვია მაგას თოჯინა ეს მულტფილმი ესა ფილმი რო არის ფრანგული. არ მახსოვს. აი როგორ სახელი რა ქვია სახელი არ მახსოვს კაცო რა რის ამნიშნულობა აქ ფილმი არის კაცო ფრანგული ახლა თოჯინა ქვია მეგონი თოჯინა ქვია სადაც სათამაშო ხო სადაც პიერ რიშარი ცნობილი ფრანგი მსახიობი არის ცნობილი ხუჭი და კაცი არის იმის რა ქვია პრეზიდენტის შვილის პირადი სათამაშო ვით მერას იმათა უხსე ვიცი ეგ ფილმი ზუმერებო ხო და ეგ იყო ღარიბაშვილი და ახლა წარმოიდგინე რამდენი რაღაცა ექნება ღარიბას მაგერთი მთელი ოჯახის და ნუ ხო ჰაგი ფაშა უკვე ვახსენეთ და კადრებზე თუ რამე არის დამოკიდებული ღარიბაშვილია ახლა ეგ ხო იმედანა ირაკლი მე ყველაფერს მაგარი კაცი ხარ დააჭირი აპლოუდს ხო მე ყველაფერს მართლა ახლა მე დარწმუნებული ირაკლი ამას უყურეს რა ადეკვატური ხალხია ადეკვატური ხალხი ხო და ბატონი ძალიან მოწეს იყო ძალიან ადეკვატური ხალხი თქვენს ბატონი ნეკლი და გამოუშვეს ხო დააჭირეს აპლოუდს ვა და პაბლიკზე დაყენება რაციანი კაცი მოვიდა ხო და პაბლიკზე რა კაცი დაბრუნდა ბიჭო მოდი ჩუმად იყავი მოდი როგორ ახარ აქ ისეთები ვილაპარაკეთ მე მგონი კადრში გამოჩნდეს შენ არ გაგება მე თახმები ამას კარგად ამან ვინ მისცა უფლება რომ ხმა მოიღო შენ არ ლაპარაკო ვაფშემს გაგვეწელა და ზარი დავასრულოს
კი ბატონო. ეს კაცი რომელიც ახლა შემოვიდა იყო ჩვენი სტუმარი და ჩვენ გემში. პირველი სტუმარი იყო. კარგი, მადლობთ ბატონო დავით ამ გადაცემის წაყვანისთვის. 4-ში რავშვებით ჩვენ. ხო, თრუ. ახლა პირდაპირ დავაანონსოთ ბალემ 4 ოქტომბერს გელოდებით თქვენ, შენ SCMV გელოდები SCMV მიტინგზე ქაშვეთი იყოს ქაშვეთი. და იყო ქაშვეთი. იმიტომ რომ ქაშვეთში ბევრი სხვა ხალხიც იგრევა და რაღაცა, ცოტა ისეთი სეკლუდირებული ადგილი მინდოდა, მაგრამ ხო მაგრამ თრუ ჩვენ ახლა ყველანი ქრისტიანები ვართ SCMV-ში რა თქმა უნდა ამინ და ამიტომაც ქაშვეთის ეზოში შევიკრიბოთ 4 საათზე იწყება აქცია ჩვენ შევიკრიბოთ 5-ზე იმიტომ რომ 5 4 ოქტომბერს 5 საათზე ქაშვეთის წინ გელოდებით 4 ოქტომბერს 5 საათზე შენ გამოდიხარ აქციაზე 4 ოქტომბერს 5 საათზე ამიტომ გელოდები და ესე გავუკეთოთ ვინცხებს. ოღონდ 5-ში ეგ მე. მშვიდობიან რევოლუციას. ჩაკრი. ჩემი კარგია. ეხამშია. ეს ხალე ვინ იყო შუაში რო გვეჭდა? შეღლე შენ.